გამარჯობათ მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. დავასრულე კიდევ ერთი შეკვეთა. ამ შემთხვევაში გორის თემატიკით. დანა როგორც მოგახსენებათ, თვითონ დიზაინიდან გამომდინარე, ფორმიდან გამომდინარე არის ერეკლე მეფე ერეკლე მეორეს ხმლის ინტერპრეტაცია, ანუ ფორმა იქიდანაა იმპროვიზირებული ჩემს მიერ, ჩემივე დიზაინით. ასეთი გამოვიდა. ოღონდ გორის თემატიკით. ასეთი გამოვიდა. მასალებს რაც შეეხება, ტარის კორპუსი 20x18 ემათიტე, პირი ფიქსატორი და კუდი გახლავთ 440C. ეს არის ორივე უჟანგავი ფოლადი. ასეთი გამოვიდა ერთობლიობაში. აქ გახლავთ მაგალითად კუდზე გორი ჯვრის გრავირება. აქეთ გახლავთ ატენის სიონის გრავირება. შეგახსენებთ დავამზადე შეკვეთით ატენის სიონის გრავირება. დამკვეთის სვეტხოვნით აქ გახლავთ იოსებ ჯუღაშვილის გრავირება. ანუ იგივე სტალინის. და აქ გახლავთ იგივე ერთ-ერთი ქართული ცეკვის ელემენტი. პირზე მარჯვენა მხარეს გახლავთ გორის ციხე, შვაში ატენის სიონი და წვერთან აი ამ მონაკვეთში უფლეს ციხე გამოკვეთილი. მეორე მხარეს გახლავთ, ანუ პირის მარცხენა მხარეს გახლავთ ერთ-ერთი ლეგენდა რა, ერთ-ერთი ისტორიული მონაცემი, რომლის მიხედვითაც გორს ქართლს შემოესივნენ მონთაბარე ტომები და ქართლის მეფემ ფარსმან ქველმა დახვდა შემოსეულ ინტერესს და უკუაქცია ისინი. ანუ აი აქ არის ეს ისტორიული ფრაგმენტი მოცემული აი ამ პირზე. ვიდეოში რამდენად ეკითხება არ ვიცი, მაგრამ ვეცდები უფრო კარგად მოვაახლოვ. აი აქ არის გორი ჯვარი, აქ არის გორის ციხე და შვაში აი აქ ფარსმან მეფე და მომხდური. ასეთი გამოვიდა ერთობლიობაში. შავ მასალას რაც შეეხება, ეს არის ცეცხლგამძლე შავი ებონიტი. ჩამკეტ სისტემას რაც შეეხება, ეს არის ტრიადლოკის სისტემა, ანუ ორმაგი ჩამკეტის სისტემა. ზომებს რაც შეეხება, გაშლილ მდგომარეობაში გახლავთ 30 სანტიმეტრი, აი ამ წერტილიდან წვერამდე სწორი ხაზი. პირის სიგრძე სწორი ხაზი გახლავთ 13 სანტიმეტრი და 5 მილიმეტრი. სისქე 4 მილიმეტრი, 4 და 2 ბოდიში. დაყვანა თქვენ ხედავთ, აი აქამდეა, ყუამდეა დაყვანა სწორი. გრავირების ქვემოთ უკვე მოდის ლინზა დაყვანა, რაც თვითონ ნახატს ზემოთ წევს. და ესეთი გამოვიდა ერთობლიობაში, ესეთი დანა. დავამზადე შეკვეთით
დამკვეთის წარმომავლობას ალბათ ხვდებით. ასეთი გამოვიდა ერთობლიობაში. აქ ატენის სიონი, აქ გორის ჯვარი. სახელი და დათარიღება დატანელი მაგზეთ, აქ ატენის სიონის წარწერია, მე-7 საუკუნე. აქ გორის ჯვარიც წერია მე-20 საუკუნე, ანუ მე-20 საუკუნეში მოხდა, როგორც ვიკიპედიაში ამოვიკითხე, მე-20 საუკუნეში მოხდა სრული რეაბილიტაცია და სრული აღდგენა თვითონ გორის ჯვრის. და როგორც ასეთი მე-20 საუკუნეში აღდგა ესე ვთქვათ და დაუბრუნდა თავის პირვანდელ სახეს მეტნაკლებად, მაგრამ დაუბრუნდა. როგორც ჩემთვის ცნობილია. აქ გორთან არ შეეხება გორს, არ შეიძლება გამოირიცხოს იოსებ ჯუკაშვილის გამოსახულება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ისტორიული პერსონაჟია, ისტორიული ადამიანია და არ შეიძლება გამოირიცხოს ქართული ერთ-ერთი ფოლკლორის ნიმუში, ქართული ცეკვა, კერძოდ ოსური ცეკვა. ესეთი გამოვიდა ერთობლიობაში. აქ ზურგზე წარწერა გავაკეთე, თვითონ დამკვეთის ზედმეტსახელია გამოკვეთილი, ამაზე არ გამოვამახვილებ ყურადღებას. ესეთია ერთობლიობაში. აქ როგორც ყოველთვის ჩემი პროფესიული დამღა. ბევრი ადარებს მაგალითად ჩინურ ასოს გავსო, მაგრამ ჩინურთან არანაირი კავშირი არ არის მეგობრებო, ძველ ქართული კ და ჯ, ანუ ჩემი ინიციალებია წრეში ჩასმული. აი ეს ამაშიც ბოლო ეგ გეჩვენებთ. კ და ჯ, ანუ წრე დედამიწა, 4-ვე კუთხე გასულია ჯ ასოსი წრის გარე, ამით ავსახი ის მონაცემი, რითაც ვსახავ იმას და ვამბობ იმას, რომ საზღვრებ გარეთ 4-ვე კუთხით გასულია ჩემი ნამუშევრები. ამ ზოგადად სიმბოლიკით საუბარიც მეყვარს. და აქედან გამომდინარე, ჩემ სიმბოლიკაში ავსახე ეს სიტუაცია, როცა მინდა ვთქვა, რომ საზღვრებ გარეთ, საქართველოს საზღვრებ გარეთ 4 კუთხით გასულია ჩემი ნამუშევრები და საზღვრებ გარეთ 4 კუთხით მიცნობენ. მეტი არაფერი. ესეთი გამოვიდა ერთობლიობაში, შვიდობაში დამკვეთს, ფურცელსაც წარმატებით იღებს. მოგეხსენებათ ცოტა ზეთიანია და უჭერს. ახლა ხან დავამთავრე, სულ რამოდენიმე წუთია. ესეთი გამოვიდა ერთობლიობაში. მადლობა ყველას, ყველას წარმატებებს გისურვებთ.